მოგესალმებით ჩემო ერთგულ მაყურებლებო, დღეს მე წარმოვიდგენთ პოდკასტს და დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი გია გაჭარავა და დამსწრეები გიორგი ნარიდაშვილი და ლუკა უკულავა. ბატონი გია არის ცნობილი თავისი ფილმებით, ერთ-ერთი ცნობილი მაიტანასოსი და ამავდროულად კაცი, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. მიესალმებით თქვენს. ჯება. ო მართლა კაი ფილმია. მოგესალმებით. ახლა ყველასთან. ძველი ფილმებიც ნახეთ, მაშინ. დონ ჟუანი ნახეთ აუცილებლად, თუ ჩემ ფილმი. დონ ჟუანი და ნახეთ, იმიტომ რომ ის ჩას დღეს ჩვენი თემა იქნება ფილმები, როგორც ბატონ გიას შეეფერება და თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დაიწყოთ ბიჭებო და მეც მაგამდე მოვიფიქრებ. ასევე ბატონო გია, თუ რამე კითხვები ექნება თუ თქვენს ასევე ჩვენთან, არაფრის არ მოგერდოთ. აბსოლუტურად გითხარით ყველაფერი. კითხვა მე მაქვს, საიდან მესაუბრებით? მე პირადად? ო მე პირადად? ამიხარდა ლუკა უგულავა თბილისიდან არის, გიორგი ნარიდაშვილი ამერიკიდან და მე ირლანდიიდან. ემიგრანტები ვართ მე და გია. კი აგიჩნდა გვერდით. ასევე. აი, მე მექნება ესეთი კითხვა, პირველი მოდი დავიწყებ, თუ კიდაც თქვა თქვით. დაიწყება. პირველი კითხვა მექნება მე მაიტანასოსიდან, საიდან წამოვიდა იდეა, რომ მაიტანასოსზე გადაგეღოთ ფილმი და რა ესე ვთქვათ, რამდენი შანსი იყო იმის, რომ რატო უნდა გადაგეღოთ სიტყვაზე მარტო მაიტანასოსი ან სხვა ფილმი. შეიძლება პასუხოთ, ხო? კი ბატონო. მე დავასრულე. შეიძლება იდეა ჩემი არ გახლავთ, იმიტომ რომ მე ისე მოხდა, ცოტა მინდა მოკლედ მოგიყვეთ, მაგრამ რა ფაქტებით. მე ცხოვრობდი უბრალოდ 2005 წლიდან მე თქვენსავით ემიგრაციაში წავედი და მომიწია წასვლა ბრაზილიაში. არ იყო ეს კარგი მიზეზი, ჩემი აქედან წასვლის მიზეზებს გავანებოთ თავი, ხარ მიყვარს პოლიტიკა, საერთოდ პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულ ვარ, მაგრამ რატომღაც მომაწერეს პოლიტიკური იარლიხი, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვი, რომ კინოზე ფულს რატო არ დებთ მეთქი, აი ეს ვიკითხე. მოკლედ რაღაც გამომიგორეს, მე მოწვევა მქონდა სხვადასხვა ქვეყნები იმ პერიოდში, ერთი რუსეთიდან მქონდა მოწვევა ფილმის გადაღებას და მეორე ბრაზილიიდან. ჩემ მეგობარი იქ ცხოვრობს და როცა საკითხი და მოკლედ მომიწია ბრაზილიაში წასვლა და ომის დროს 2008 წელს ჩამოვედი თავისთავად იყო ოჯახი აქ იყო და ბავშვები აქ ყავდა რა თქმა უნდა გამოვიქეცი რომ ახლა ომია და რომ ჩამოვედი შემხტო პროდიუსერი ირაკლი ჩიკვაიძე რომელმაც მითხრა მაშინ მე არ ვიცოდი საქმის ყურში არ ვიმდო 5 წელი არ ვიყავი აქ და ახლა ხო გესმით რომ რა ხდებოდა საქართველოს ესეა არ ვიცოდი. და მაშინ ესე ტექნოლოგიებიც არ იყო, რომ ესეთ ამ ყველაფერი მაშინ ძალიან რთულად იყო. და გაიგო რომ თურმე საქართველოში მოდაში იყო სვანებზე ანეკდოტები რა. და ესეთ პროდიუსერი დაინტერესებული იყო სწრაფად გაეკეთებინა რაღაცა აი ანეკდოტების ნაკრები რო იტყვიან და მეუთხარი თუ ესეთ რამე გინდა, ბარე მომეცე ერთი თვე დრო მეთქი, რომ ვიფიქრო და რაღაცა ფილმს რო გავდეს და არა უბრალოდ ანეკდოტები რო ჩავყაროთ და მომცეს. დრო ასე შეიქმნა, რადგანაც მე ბრაზილიიდან ჩამოვედი, ეს სიუჟეტი მე მოვიფიქრე ესეთი, რომ თითქოს ჩამოდის ბრაზილი, ну გასაგებია ხო უკვე მიზეზები. და ასე შევქმნით უკვე ფილმის სცენარი, რამაც გაამართლა იმდენად, რომ დღეს მე მგონი კაცი არ დარჩა საქართველოში რომ ნანახი არ ქონდეს ეს ფილმი. აი, სხვა ასე მოხდა ფილმის გაამართლა იმედები ფილმი. ხო, ну მიზეზი ის არის, ჩემო კარგო, მე ფიქრობდი ამ ფილმს, არასოდეს არ მიფიქრე ხა ანეკდოტები ამეკინზა და ფილმად გამეკეთებინა, მაგრამ
ნუ ალბათ ჩემი ბუნება ესე თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, უკაცრავად ეს რუსული სიტყვის, მაგრამ ხალტურა არ მიყვარს რა. გინდა კომედია იყოს, გინდა დრამა, უნდა მაქსიმალური უნდა ჩადო შენი ენერგია და ანუ რაღაცა ჩადები მე თავისთავად გასაგებია რომ შედეგსაც ღებულობ. გამართლა, კი რა თქმა უნდა გამართლა. აი მე ხვდები ხოლმე ხშირად ცნობილ ადამიანებს და ერთ-ერთი იყო სახელი და მოვიწყდა არაბიძე, ხო? ერთ-ერთი მყარელში იყო ჩამოსული ჩემს სოფელში სანამ წამოვიდოდი და ესე ვთქვათ, ხუნობით ვუთხარი, რომ უნდა ველოდოთ თუ არა მაიტანასოსი 4-ის გამოსვლას და თქვენი აზრის მაინტერესებს. საქმე რაშია ხე? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ფილმის პოპულარობამ განაპირობა მეორე მესამე, მაგრამ ყოველთვის არის წამგებიანი გაგზელების გადაღება. რაც არ უნდა, კარგი, ხა მესამე გავაკეთეთ, ძალიან კარგია ყველანაირად, მაგრამ ყველას აი თითქოს ესეთი აქ რა პირველი ჯობდა. ვეუბნები ხალხო, რა ჩვენშია ჯობდა ხა, შეჯიბრება ხო არა რომ ფინიშა პირველი მოირბინა თუ არა. მოგწონს არ მოგ ყოველთვის არის ეგრე არის რა, როგორ პირველი სიყვარული არ შეედრება მე სხვას. ეგეთია რომ პირველი უფრო მოწონთ, რაც არ უნდა გააკეთო და შეჯიბრება არ უნდა მოაწყო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეგ არ ვიცი ხა მეოთხე იქნება თუ არა, ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე მოახლოვდა დრო, როცა ახალი ეხლა ჯერ ახლა მუშაობს სხვა ფილმზე. არ ვიცი თუ არა თქვენ, ეხლა მუშაობ ძალიან სერიოზულ პროექტზე, ბერ გაბრიელ. ბერ გაბრიელზე ვაკეთებთ ახლა და უკვე გადავიღეთ, პრინციპში გადაღებულია ფილმი. ეხლა მზადებას ვიწყებთ პოსტპროდუქციას. ფერების გასწორება, ხმა და ასე შემდეგ, რაც პოსტპროდუქცია შედის, მონტაჟი და ასე შემდეგ და აი მე სულ ფიქრობდი, იმიტომ რომ მე მაქვს რამოდენიმე სცენარი. ნუ ალბათ ერთი ახალი კომედიაც მიყვარს ეს კომედიები და ხალხსაც უყვარს რა თქმა უნდა. შეიძლება სულ სხვა ახალი კომედია, იმიტომ რომ მაიტანასოსი ხო შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა მეოთხე ჩაფიქრებული არის, მაგრამ როდის იქნება ჯერ უნდა დაღვინდეს ეს ძველი ისენიც. ჩაფიქრებული არის, მაგრამ მე მაინც მომხრევა რომ ახალი კომედია შევთავაზო მე. თუმცა ჯერ ამ ფილმზე მუშაობთ და მე ანუ ამ ფილმოგრაფიას ასელი კითხვა მაქვს. თქვენ როგორც ახსენეთ, ანუ რომ ბრაზილიაში წავედიო სამცხეზე ესე. აი განიჭირდა ცხოვრება ის რამდენიმე წელი ბრაზილიაში? თუ რას გულისხმობ? ფინანსურად და ამას გულისხმობ? შეგუებას. ანუ აი საქართველოს ფინანსურად საერთოდ გამჭირვებია ერთი მიზეზის გამო რომ ჩავედი იქვე პატრონი დამხვდა მეგობარი მეთქი გითხარით ანდრო თიბილოვი რომელმაც ნუ სტუმრად მიმიღო მერე და მერე ისე მოხდა რომ რაღაც ფილმთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფინანსურად არ გამჭირვებია იმიტომ რომ მე გავერთე ერთი პერიოდი ტურიზმში მუშაობდი ნუ ხო იცით ახლა ტოლვილს არჩევანი დიდი არ აქვს სადაც მიგიღებენ და ხოდაშორი ძალიან კარგი გიდი გავხდი. ხო და ნუ ასე რომ ფინანსურად არა, მაგრამ საქმე რაშია? მე ხა ისეთ ქალაქში ვცხოვრობდი, რომელიც ყველა საოცნებო ქალაქია ალბათ სოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო, ახლა იცით რა ქალაქიც არის, ხო? მაგრამ მხიარულ ხო რა ისეთია, ხო, ხა რიო, ხა ვისაც არ უნდა უთხრა რიო-დე-ჟანეირო, აო და კარნავალი და ესე წარმოდგენილი. უბრალოდ, როდესაც შენი ნების საწინააღმდეგოდ ხარ, სადაც არ უნდა იყო, 60-ში წო შეხვიდე, თუ არ გინდა შესვლა, იქნები ბედნიერი. გაგამჭირვებე, გამიჭირდა მხოლოდ სულიერად, ჯერ ერთი წარმოვიდგინე, ხა შვილები აქ გყავს. ვერ ხედავ, აცი რა ხდება და ასე შემდეგ, ამიტომ ისევ არ მინდა ამ თემაზე საუბარი რა მხრივ, აქეთ რა ხდებოდა რა, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით გავიქეცი ქვია და არა ვარ ეს პოლიტიკოსი მეთქი ვეუბნებოდი და თუმცა არა ხა რიოში ვერ მოიწყენ. რიო ესეთ ქალაქია რომ გინდა არ გინდა პოზიტივია. დილდან საღამომდე ნუ პოზიტივი მე პირველი დღე აი ცოტა რომ გავამხიაროთ ხა მსმენელი არ თქვენ ეს რა
მოწყენილი საღამოაქტო. პირველი დღე რო ჩავედი ხა და დავიწყე ესე ვთქვათ, სეირნო, ნუ ხა რიოში ხო რა უნდა ისეირნო, გაიხედო, გამოიხედო. თან ესეთი ქალაქია, ფეხით სიარულის ქალაქია ნამდვილად. შეგიძლია იარო დილიდან საღამომდე. ამინდები, კარგი და ასე შემდეგ და ჩავედი ჩვენ იქ ცხოვრობდით, ბოტაფოგო არის ეგეთი რაიონი. პირდაპირ კოპაკაბანასთან, ანუ ყველაზე პოპულარული პლაჟი რაც არის მსოფლიოში, არის 2 კილომეტრი და ფეხით გავდიოდი ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩავისეირნებდი, გავდიოდი კოპაკაბანას და დილას ადრე გავედი. იქ სადაც ადრე თენდება ძალიან. და გავედი, იმიტომ რომ 11 საათს უკვე ძალიან ცხელა. ასე 7-8-ზე გავედი და რო გავედი ამ კოპაკაბანაზე, ბევრი ხალხი არ იყო, მარტო სპორტსმენები ვით აი ტიპები, ვინც ვარჯიშობენ, ეს დარბიან რაღაცები და მე მივსეირნობ ხა, ჩემზე ვიღაცა გოგონა მორბიზეზე შეჩერდა, მოვიდა ახლოს და მეუბნება, სინიორ ტუდუ ბენ? ნუ გაგათა ხარ მეკითხება და აუ გავიფრანჭე ცოტა მეფიქე, ვახ, გოგო ჩემი გულისთვის ხა და მე ვთქვა უბრიგადო ხა 2-3 სიტყვას ხა ვახერხებდი უკვე თავიდან. მადლობთ მეთქი და მეგონა რომ ხა გააგრძელებს ჩემი პატარა ტვინით რომ შეხვევას ნუ გამაჭერა. და აქნეთ და გააგრძელა. ვა, ვიფიქრე რაი როგორ. გავაგრძელე გზა ვფიქრობ კიდე ვიღაცა ქალბატონი მოძულძულებს. ცოტა პროსაკოვანი ისიც გაჩერდა. სინიორ ტუდუ ბენ მეუნება. ვა, მე ვიფიქრე რა რიგეცო. რაიქცა. მე კაცმა მკითხა ტუდუ ბენ და იქ ერთი ის ავარჩიე ხო იცი, როდესაც ენა არ იცი, ცდილობისეთ ვინმე იპოვა, რომელიც ხელებით დაგელაპარაკება და ბრაზილიელს არ უჭირთ რა ესეთი ვარ არც ტურისტები უკვირთ არაფერი და ერთი ვიპოვე ეკა ვინც კოკოსებს მიხრიტავდა და ეს კოკოსის წვენს ვამდი და დაუჭეკი და ხელების და ფეხებით ნახევრად ინგლისურად, ნახევრად რუსულად რაღაცაზე მოკლედ უგეუბნები რა არის მეთქი ეს ყველა რომ ეკითხება მეთქი იმიტომ გეკითხებიანო რომ სახე გაგო მოწყენი დაიღიმეო თორე ყველა სუდად გონიხარო პრობლემი სახი და იმათ მოეჩვენათ რომ სულად ხარ ანუ პოზიტივი ყველა გაღიმებული ხო არა სახეს უნდა გინახ სერიოზული რო ხარ ვერ გაუგია რატო ხარ ესეთი მისი გაგებით მოწყენილი რატო ხარ როცა რიოში ხარ აქეთ ქრისტეს კანდაკება დგას აქეთ კაბანა იქეთ ხალხი ცეკვა რატო ხარ მოწყენილი ეს სულად არის შესაქმე ხო ნუ ეგეთი ძალიან უცნაური ქალაქია მიუხედავად იმისა რომ მეუბნებოდნენ რომ ფრთხილად იყავი ხო იცი რიო კრიმინალური ქალაქია კი მაგრამ 5 კი არის მაგრამ ერთი რაღაცაა აი ხო არის ქართული გამოთქმა სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაეხურეო თუ შენ რიოსები ცხოვრობ ნუ რიოს მაცხოვრებლებს გვეთ კარიოკები რა კარიოკების წესები თუ ცხოვრობ თუ არ გამოდიხარ და არ დადიხარ რაღაცა ოქროებში და რაღაცეებში თუ ჩაიცმევი როგორც ისინი იცმევენ ძალიან ჯიშოვი შორტები და შა არავინ არ გეკითხება ჩვენთან თუ უბანში ხდებოდა ხოლმე ეგეთი ბიჭო რაუბნელი ხარ ძმაო და სიგარეტი არა ეგეთი რამე არ აინტერესებს ასე რომ 5 წლის განმავლობაში მე პრობლემაც კი არ მქონია მაგას არაფერი არ შობს აი ესე კრიმინალური ქალაქი ეძახი ხო ამ დროს არაფერი კრიმინალი თუმცა ჩემს გვერდზე მე ვხედავდი ისეთ რაღაცებს ძალიან ხერული ხალხია და თუ მე კამერას ვეღარ ჩავთო სამწუხაროდ ტელეფონი გამეთიშა და თუ პრობლემა არ იქნება ვერ ჩართეს თუ რა ვქნა ბატონო ვერ ჩართეს ბიჭებმა თუ არა მე პირადად ტელეფონი გამეთიშა ეხლა და ვტენი იმიტომ რომ ტელეფონს ხმარობდი როგორც მიკროფონი კამერა და მინდა გიოს გექნება თუ პრობლემა არ არის არანაირი მადლობა დიდი და მე იცი რა მაინტერესებს ანუ კაცი სერიაში რო არის რა ზაზას და სხვაის ქვია რა ქვია ნანუკა და მაქვს 2 მომენტი გამორჩეული რა და ერთ-ერთი არის ის რომ რა ქვია ნანუკაზე რო იტყვიან რომ ნანუკაზე კი არა და ზაზა და თავის ძმაკაცი რო იტყვეს ესე ვიტყვი რა რომ აი მე დამარტყიო და დრო დაბრალდება რა და დედამ პროვარასტურად ეტყვის რომ ჩვენ ვიჩხუბეთო რა აი ეგ მომენტიც ძალიან მიყვარს და ბოლოს აი ზაზა რომ მაინც ნანუკაზე ამ დედამისზე ფიქრობს აი 2 მომენტი მაქვს ძალიან გამორჩეული ეგ 2 მომენტი ეგ სადღაც ეგ ამბავი დაახლოებით რა თქმა უნდა ხა კინოა და მე სცენარია
რაღაცა მსგავსი ისტორია მე გავიგე სოლაკში ერთხელ ბავშვი მანახეს რაღაცა მაგდაგვარი გადატანილი ქონდა და აქედან გამომდინარე როცა რეალურ მოვლენებთან გაქვს საქმე მე უფრო ადვილია სცენარის გამართვა თუმცა კიდევ ვიტყვი რომ კინო მაინც კინოა და ხატრული ნაწარმოები ქვია კი შესაძლოა უნდა იყოს რა რეალურ ამბავზე აკავშირებული არა თქმა უნდა ეგრეც არის და საიდან წამოვიდა თვითონ მაგ მსახიობების მოწვევა თუ საიდან არ არის ანუ კასტინგი ჩაატარეთ თუ რანაირად საქმე რაშია იცი რომ ეხლა თუ კი რადგანაც უკვე კონკრეტულად ჩემს ხელოვნებას ვეხებით ვიცი რომ ყველა ფილმზე ტარდება ეს ეგრეთ წოდებული კასტინგი ანუ მსახიობების შერჩევა ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგისთვის არსებობს პროფესიები ეხლა მე ყავს კასტინგის რეჟისორი ყოველთვის და რაღაცას გირჩევს იმიტომ რომ ყოველთვის ხო არ ახარ მსახიობებთან ურთიერთობაში თან არ არის ხა ესეთი საქმე როდესაც მაგრამ ეხლა რაშია საქმე როდესაც სცენარს ვწერ დაახლოებით ვიაზრებ ხოლმე მსახიობებს დაახლოებით რა თქმა უნდა ბავშვებზე ვერ გავიაზრებდი მოზარდებზე ვერ გავიაზრებდი იმიტომ რომ წარმოდგენას არ მქონდა ვინ შეიძლება ამერჩია და იქ დიდხანს გაგრძელდა ეს კასტინგი ძალიან ბევრი რა თქმა უნდა მე არ მიყვარს რატო გეუბნებით ამას იცი მე არ მიყვარს მსახიობებს გული დავწყვიტა აი მოიყვან კასტინგზე მე ან ვარსეუბნები და ეგ ცოტა ჩემთვის უხერხული მომენტი ამიტომ თავარ როლებზე როგორც წესი თავიდანვე ვფიქრობ ვინ შეიძლება ხა ვისაც ვიცნობ იქიდან თუ ვერ გავიხსენე ან არ მომეწონა ის მსახიობი მაშინ უკვე რა თქმა უნდა კასტინგის დახმარებით ვეძიებთ და მადლობა ღმერთს ქართულ კინოში მსახიობების პრობლემა არ აქვს თუმცა ამბობენ რატომღაც წერენ ხოლმე ხშირად რომ ძველი არა როგორც აი მუსიკოსები ერთად რო დასვა და დააკვრევინო აჯაბსანდალი გამოვა თუ არ დაუყენე დირიჟორი აი ეს რომ მსახიობები ისეთი კარგი გყავს რომ ბერო ახლა იმედია ცოტა ხნის მერე თქვენ ნახავთ ახალ ფილმს რომელიც გამოვა ახლა როდის გამოვა ზუსტად ვერ გეუბნებით მაგრამ აი ახლა ძალიან მსახიობები თვითონ სავსე ფილმი 70 ეხლა რასაც ვიღებ რა პერი გაბრიელს 70-მდე პერსონაჟია ფილმში ძალიან ბევრია ხო ეხლა ყველი იცვლება არის თავარი გმირი ნუ პერი გაბრიელის ცხოვრება და აი ვინ შემოდიოდა მის ცხოვრებაში და სულ სხვადასხვა მსახიობები შემოდიან და არ ვიცი მე მგონი აღარ დარჩენილა ქართულ კინოში იმდენი მსახიობია და ასე რომ მსახიობების პრობლემა არ აქვს პრობლემა გვაქვს ყოველთვის რაც ყველაზე საინტერესოა კინოში მე ახალს არაფერს არ ვიტყვი მაგრამ ერთხელ თქვა ჟანგაბენმა რომ კინოშიო თავარი არის სამი რამეო სიუჟეტი და კიდევ ერთხელ სიუჟეტიო მოდი შევთანხმდეთ ერთ რაღაცას პირველად კინოში რისთვის მიდიხარ ამბავის გამო ხო რა ამბავი ხდება ეხლა თუ გაიგებ რომ ამ ამბავში თან დაუშვათ ეხლა ჩემი თავი დავიტყვი დენირო თამაშობს თუ ვიღაცა ნუ არ ვიცი ვინც გიყვარს უფრო ძლიერდება ეს სურვილი ყოველთვის არის საინტერესო ამბავი ხო, იმიტომ რომ რაც ახლა კაი მსახიობი თამაშობდეს, თუ ამბავი არ ვარგა რა დაგწყდება გული, ხო, რა სისულელეს უყურეო. აკეთებდები აქ ფილმს და მაინტერესებს როგორ გამოგივათ. ნუ ვიცი რომ კარგი გამოგივათ, მაგრამ როგორ განვითარდება და რა მოხდება. დაქვეყნოთ უნდა გავაცხადო ერთი რაღაცა რომ მე გული წყდება რაზე. როდესაც ეგეთ ფილმზე მუშაობ, რატომღაც შინაგანად ფიქრობ, რომ ყველა შენ გვერდზე დადგება და იმიტომ რომ ხა წმინდანზე აკეთებ ფილმს, ხო? თუმცა კიდე გეუბნებით, არ არის ეს ფილმი, სულ ვიმეორებ ამასთან მინდა იცოდეს ყველა, ეს არ არის ლაპარაკი ფილმი იმაზე თუ როგორი წმინდანი იყო ბერი გაბრიელი. ამას მე ვერ გავსაზღვრავ, იმიტომ რომ ეს არ არის ხელოვანის საქმე, სიწმინდეები და რაღაცეები, ეს უკვე ცოტა იქეთ თემაა რა. ეკლესია მიცის უკეთესად და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი თემა არის ლამის დეტექტიური ამბავი. დეტექტიურს ახლა ეს პირობითად ვამბობ რა. 36 წლის ასაკში ბერმა გაბრიელმა დაწვა
სახალხო ზეიმზე, მაშინ საბჭოთა კავშირში იყო ეგეთ სახალხო ზეიმი 1 მაისი, როდესაც მთელი პარადი ტარდებოდა და აბა ამბავი ხდებოდა, ხო? და სახალხო დაწვა ლენინის პორტრეტი. ანუ უკან ცეკას შენობა იყო ესეთ, ანუ ეხლა პარლამენტის შენობა როა რა? იქ 12 მეტრი ხო ცეცხლი წაუკიდა და აბა ატყდა იქ და ეგრევე დაიჭირეს და მიუსაჯეს დახვრეტა. ეგრევე იმიტომ რომ მაშინ ლენინის პორტრეტის დაწვა არათუ დაწვა ვინმეს რო ენახა რომ შე ლენინის პორტრეტს ფანქარი გადახაზე უბრალოდ თუნდაც ან უაშები გაუკეთეთ დღეს რო პლაკატებს ვახატავთ ხოლმე მას ჩაღირობთ ხო რა ხან არა ნუ არ ვიცი ხო და ახლა შენ წარმოიდგინე ამ სახალხო დაწვა და აი მე რა შემთხვა ამის გამო ამაზეა ფილმი როგორც მე ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს ცემეს სასტიკად მე წაიყვანეს ციხეში ჩასვეს ჩააგდეს ქურდებში ვითომ უნდა გაეფარჩაკებინათ ის პირიქით ქურდები როგორ მოაქცია მე საგიჟოში აი ამაზეა და ეს არის დაძაბული სურათი სასწაული სწორია მე კგბ როგორ დაძდევს როგორ უგდებს რაღაცა ჭორებს როგორ უვრცელებს ძალიან დაძაბული სურათია და ეს არ იქნება მოსაწყენი აუცილებლად იმიტომ რომ მე გპირდებით ერთ რაღაცას თუ დაიწყებთ ყურებას მე ვეღარ მოწყდები და ყველა საწყენი რატო ამბობ პირიქით ეხლა აი ამ ხუთას ჩვენ გაჩერებულები ვართ იმიტომ რომ ვიღაცეები ჩაერივნენ და შეგვიწყვეტება ოფიციალურად გვეკუთვნის დაფინანსება და ეხლა ვართ რატო რისთვის გაგიჟდები რა ხდება აი ჩვენ ქვეყანაში მე გული მწყდება რა ესე არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა ძალიან საინტერესო ფილმია იმიტომ წმინდანებზე იშვიათად აკეთებენ ხო ხა ფილმები ესე არ არის ბაივიკებივით არ არის რომ ჩაწერდა ამ ეს ერთი ფილმი მართალი ბატონო ანუ ისე არ არის თქო რომ ანუ მოგინდეს და ჩაწერო ისე რომ ვთქვათ როგორც ახლა კომედია გავცე ო არა გაჩო ო რა თქმა უნდა ეს არის იშვიათესად ხდება და ვერასვამ ვიცი რუსებმა გადაიღეს ფილმი კუნძული ქვია რა ძალიან მაგარი ფილმია წმინდანზე უпростоრად აი სალოსზე თასო იგიჟიანებს წმინდანი ეს არის სალოსი რა და ისეთი სტამბეჭდავი სურათია რომ მთელი მსოფლიო მოიარა ამ ტიპს თვითონ ლუნგი თვითონ რეჟისორს ვიცნობდა დიდი ისიც ასაკოვანი კაცია და რომ კითხე მე ვთხარი როგორ იღებდი მეთქი და არა კაცო მთელი რუსეთი დამეხმარო ანუ ხალხი და აბა მიდი და აბა მიდი აუდიტორია დაეხმარა არა კულტურის სამინისტრო ჩვენთან პირიქით ხდება რატომღაც და ხანო ეს რო დასამალი რა არის კარგად მიდის მეთქი ვერ ვიტყვი უბრალოდ ჩვენ ვივაშკაცეთ და გადავიღეთ ყველაზე მთავარი რაც არის გადავიღეთ მოინდომეთ და ეხლა ხო მაგრამ ეხლა პრობლემა გვაქვს ამ პოსტპროდუქციის კეთებაზე უნდა ანუ მოკლედ გავართმევთ თავს მაგრამ მაინც მინდა იცოდეთ რომ ეს დაშფანდურით არ მიდის ჩვენთან რატომღაც ყველას უყვართ და რატო უყვართ ვერ გავიქე რატო დაჭირდათ ვერ გავიქე ყველაფერი გართულებულია რასაც ვაგვირდები ამ ეტაპზეც კი თქვენ წარმატებებს გისურვებთ ძალიან მე ეს რო ვკითხულობდი რაღაც გარკვეული პერიოდი იყო იმაში თეატრალურ ინსტიტუტში ეს დიდი ხნის წინ და მე მახსოვს რადგანაც ისეთი რაღაცა თქვი რომ მე ამის გამო დიდი საყვედური მივიღე უთხარი კიდეს ახალგაზრდებს თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ მეთქი ანუ თუ თვლი რომ ნიჭიერი ხარ და წადით საზღვარგარეთ და იქეძიეთ თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება მეთქი და დაბინბარეს და მითხრეს რატო უთხარი სტუდენტებს ეგეთ რაღაცა მე თქვი რა უთხარი არა თქვენ ოღონდ ნიჭიერი რაღაცა გამიგეთ ხო მოდი ის ჩვენ თუ არ თქვით ჩვენ ქვეყანაში რა ხდება ვინ იტყვის მე მას კი არ ვამბობ რომ ეს არის ვიღაცა მაგრამ ტენდენციაა ჩვენთან მე რას ვაკვირდები ხო დადიხართ კონცერტებზე მე მაგალითად ბრაზილიაში კონცერტი არ გამისცემ იმიტომ რომ 5 წუთში ვიღაცა ჩამოდის და რაღაცა ხალხი ფულს იხდის მიდის ისო დაისვენ გაერთოს და ჩაერთოს ამ პროცესში ბიჭო ჩვენთან მიყვალ კონცერტი მიდის ფილარმონიაში ტაში დაგვეზარება ვეუბნები ხალხო ფული ხო გადაიხადეთ იმისთვის რომ აი ბოდიში და იკაიფოთ ხო
ზიხს როგორ საყიდო? აუ, თუ არ აქვს აუბედურება ეს. მაშინ ეგეთი გამოთქმა. არჩ. მაგრამ ყოველთვის არის ერთი რაღაცა სამაგიერო ქართველებს მიუხედავად ამ ცუდი თვისებისა აქვთ მერე პირიქით თუ მოეწონათ უფრო მეტად დაფასებენ ვიდრე სხვა ქვეყნებში. აი მაგალითად ეხა ჩვენ მაიტანასოს როცა ვაკეთებდით იმ ხელა შავი პიარა გვიგორეს თავიდან აუ რაღაცა ისეთი და იდიოტობა იქნება და რაღაცა და მერე პირიქით მოხდა და ასე წლების განმავლობაში გაკეთებთ გადიდებთ ხო? ეგრე ყოველთვის უნდა ამტკიცო მოკლედ ყოველთვის რომ რაღაცა შეგიძლია. აი ბატონო გია მე რამდენი ხნის განმავლობაში მაიტანასოს? კი, რამდენი ხნის განმავლობაში? ეხლა რა არის ის გამომდინარე იქედან რომ კინოზე დაყო მანამდე ხა ქართული ფილმი იყო რეჟისორის კინო იყო ანუ ქართული ფილმის სტუდია იყო რეჟისორის და იქ რეჟისორის ჭკუაზე დადიოდა დაღება ხდებოდა. ეხლა პროდიუსერები წვეტენ განრიგსაც და იმაზე და საკმაოდ შეზღუდულ დროში ვიმუშავეთ. მით უმეტეს ჩვენ რო წავედით სვანეთში უკვე სექტემბერი იყო და სვანეთში ადრე დგება ზამთარი. ასე რომ ძალიან მალე გადავიღეთ, თუმცა მე მონტაჟი და რაღაცა საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა. ეგრეა ზოგადად გადაღება მარტივია, მაგრამ მე მონტაჟს მიაქვს თვეები. ხო, არც გადაღება მარტივი. მონტაჟი საერთოდ კინო ახლა ბოლო მონტაჟში მთავრდება, რა. გადაღებაში 10 სცენა შეიძლება ერთხელ გადაიღო. კინოში არა, კარგი სპორტი არის კიდე, კაი ხაშლამას ვერ მოხარშაო გახერჩი მითხესა. აი, შეიძლება ძალიან კარგი თავდეს. ერთი სცენა 10 და 20 შეიძლება გადაიღო, რომ ხარსხენ და კარგი გამოდის. ო, არა. კინო ითქანს არ გვიწოლე თხას. ძალიან ისე ოპერატიულად მუშაობ. ისე ერთი კითხვა მოგიწევთ კიდევ, რომ ანუ როდესაც ანუ თქვენ ფილმებს რო ვაკვირდებოდი მე პირადად ხო, ანუ დავინახე ძალიან ბევრი ცნობილი სახე, აი მაგალითად დავით კენჭიაშვილი, ჩემი საყვარელი მომღერალი სიტყვაზე, გიორგი ვარდოსანიძე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი და ასე შემდეგ და ანუ ეგ თავიდანვე იცნობდით მაგ ადამიანებს და მე გამოაჩინეთ თუ როგორ მოხდა ეგეც კასტინგის თემაში? არა, ეხლა ვიცნობდი რა თქმა უნდა, ეხლა ამ წრეში ეხლა ის არ გამომივიდეს, მაგრამ ამ წრეში ვინ უნდა იყოს, რომ არ ვიცნობდე. თუ ეხლა ამ წრეში ვინც არიან, რასაც ქვია ხელოვნება და არ ვიცნობ, ესე იგი ბალს არავინ არ არის ჯერ. იმიტომ რომ დაწყებული, აი რასაც ქვია, დამწყები მომღერალი იქნება, მსახიობი იქნება, მუსიკოსი რაც გინდა, დამწყები. მაგრამ აი ხო არის რომ რაღაცა გაარტყა. ერთი სიმღერა იმღერა და გამოჩნდა, ხო? გული უკვე იცნობ, იმიტომ რომ ეს ერთი წრე ახლა კინოში მით უმეტეს ხშირად ხდება ხოლმე ჩემი ქალიშვილი მოდის და ამ მოკითხვა გადმოგცა მამამ და ვეუბნე ვინ არის გამახსენე. იმიტომ რომ ხო სულ ახალგაზრდებს მაგას ვეუბნებით ხოლმე რაც ერთხელ მე მითხრა სხვა თავის დროზე. რომ თქვენ იცოლებით, ხო? აქედან გამომდინარე თქვენ უნდა იმიტომაა ჩვენთან მიღებული რომ ეს არ ქვია უცროსი ესალმება უფროსს. იმიტომ უფროსმა შეიძლება ვერ გიცნოს. რა თქმა უნდა, დათოსთანაც და გიორგისთანაც ურთიერთობა მანამდეც ჰქონდა, მეგობრობა, შემოქმედებითი მეგობრობა, რასაც ქვია. ერთად დავდიოდით ყოველთვის და არც მქონდა საკითხი იმაზე, რომ ამერჩია, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ორი ჭირდებოდა. თუმცა რაღაც აი მე პირადად რაღაც გარკვეული პერიოდი დაასრულეთ. დავასრულებ. აი მე პირადად დავით კენჭიაშვილი კიდევ ერთხელ გავიმეორებ თავის სფეროში ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, არავინ არ მეგულება მისნაირი, ესე ვთქვათ და ისე მიყვარდა და დღემდე მიყვარს ეგ ადამიანი, ისე ვაფასებ, რომ რა ვიცი რა და აი ბევრ ცნობილს შეხვდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამოდენიმეჯერ კიდევ სიტყვაზე პაატა გულიაშვილი და ასე შემდეგ და აი ეს რამოდენიმე თვეა ბატონ დავით კენჭიაშვილთანაც რო გავედი კონტაქტზე, აი
მეგონა რომ ოცნება ამიხდა, იმიტომ რომ მართლაც ამდენი წელი რო გულშემატკივარი ვარ ხარ სიტყვაზე რაღაცა და რო გწერს და მეთაღვებით რომ ესე ვთქვათ ძალიან გახარებთ ეგ ფაქტი. ძველეთი დათოზე შეიძლება გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ ხა ჩაფიქრებული იყო სიმღერა და მომღერალი მჭირდებოდა გამაკვირვა თავისი მსახიობობით ძალიან იჯერი კაცია ისე კარგად ხა ალბათ ფილმში როგორც თამაში მარტო კი არ მღერის განცდა იქნება თუ რაღაც აბსურდული რა გიორგიზენ არის არ უკვე და გასაგებია მსახიობია მაგრამ დათო ხა მომღერალი იყო და მეგონა ცოტა გაგვიჭირდებოდა და არაფერი გაგვიჭირებია აი ბატონმა დათომა ძალიან ნიჭიერი კაცი რომ უნდა ფილმებში მონაწილეობა კვლავ ერთ-ერთ პოდკასტში ვარ და სანიცესთან იყო ეგ. არის ერთხელ თუ შეგეყარა ეგ ავანტყოფობა კინო მე ძალიან ძნელია და დათოს ვეუბნები ხოლმე უთხარი კიდეც მაშინ დათო შენ ისეთი კარგი მომღერალი ხარ ძალიან არ გაგიტაცოს კინო თორე მე შეიძლება იმიტომ რომ იქ შენ საოცრებებს აკეთებ შენ სცენაზე თუმცა როგორც მსახიობი რო ყოფილიყო მარტო მსახიობიც აუცილებლად წარმატებული მსახიობი იქნებოდა ნიჭიერი კაცი ყველგან ნიჭიერია მოხდა ეგ არის სხვათაშორ სიტყვა ვახსენე მე მინდა ხოლმე იმ ზოგი არის შურიანი ადამიანები ქვია და ვეუბნები ნუ ხართ შურიანები იმიტომ რომ არ დაბადებულა ადამიანი რომელსაც არ კონდეს ნიჭი ოღონდ ნიჭეს აბა მე კი არ გამომარჩია თქვა ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს უფალს და გამომდინარე აქედან შენ უბრალოდ უნდა იპოვო რაში ხარ ნიჭიერი აი რაში მოგცა უფალმა და შენ ახლა მაინდა-მაინც კარუსელზე რო ჯდები და თავბრუ გეხვეო და არა მაინც კოსმონავტობა მინდა არ გამოეღ ამბავი ვერ შექმნა ესეთი უნდა შენი ადგილი თუ იპოვე იქნები ბედნიერი წინა შემთხვევაში მთელი ცხოვრება იქნები ბუზღუნა იმიტომ რომ შენ სხვა რამეს ეკიდები და ის საქმე არ გამოგდის და მერე გშურს ვიღაცეების აი ერთამ ასე რომ ნიჭი თქვენი ნიჭი აი თავიდან მე დავდიოდი ფეხბურთზე მაგრამ არასდროს ვერ ვიყავი წარმატებული კენწოლა ელემენტარული დღემდე არ ვიცი მე კარე ვიყავი მაგრამ ეგეც არ გამომდიოდა შემდეგ გამოვედი იმიტომ რომ სუზამენაზე ვიჩექი ესე რომ ვთქვათ ჭიდაობაზე შევედი ეგეც არ გამომივიდა მე ფეხბურთს მოყვარულისავით ვთამაშობდი და ბოლოს მუხლია მომივარდა და აღმოაჩინე პროგრამირება მე და გიოც პროგრამირებაში ვართ მე შევიყვანე და ლუკაც სამომავლოდ შემოგვერთდება გუას ონლაინ აკადემიაში და ესე რომ ვთქვათ ჩემი სფერო ვიპოვე მე ამას ვიძახი და მგონია რომ ბოლომდე მივყვები, იმიტომ რომ ამაზე უკეთ არანაირი საქმე არ სიამოვნებს, ესე რომ ვთქვა დღემდე. ბაბედნიერება როცა იპოვე შენ საქმეს? როცა არავინ არ გეუბნება, შენ თვითონ გარბი ხარ და შენ თვითონ აკეთებ. მე სხვათაშორის ერთხელ ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა. ნუ ძველი ის ნიშნავს რომ რაღაც 20-25 წლის წინ რომ სხვაგან მეგობრობდი და წავედით მე ერთი ეხლა გამდიდრებული მეგობარი ყავს ერთი და მივედი სახში და ნუ პორმარილი გაიშალა რაღაცა და მე ცალკე რომ დავრჩით ეს ძველი მეგობრები მე ესე შეკების ვარიანტი ვუთხარ იმიტომ რომ დიდი სახლი აქვს ნუ დიდარი კაცია მოკლედ რა და ვუთხარი ყოჩაღმეთკი რა სახელს არ დავასახელებ გარეწინოს ყოჩაღმეთკი და შემხედა მახსოვს და რა უნამუსო კაცი ხარ რომ მეუნება მე ვთქვა რატომ მეთქი ახლა მე ხო ვიციო შენ როცა გინდა დგებიო როცა გინდა წვებიო როცა გინდა მღერი ხარო როცა გინდა მუსიკას წერო როცა გინდა სცენარს წერო როცა გინდა ფილმს აკეთე ეგრე არ ცხოვრობო დღემდე ოკი მეთქი ხო და მე მეუნებიო რომ ბედნიერ და წარმატებული ვარ რომ მე დილას რომ ვიყვიძე ბამბობ შენი დედაც იმიტომ რომ მივდივარ იმ საქმეზეო რომელიც არ მიყვარსო მაგრამ ფულს მაძლევსო მაგრამ ის ფული უკვე ამოვიდა ხელში და უცებ მთელი ცხოვრება ემსახურება ფულს აი ამ ხრივ იმას შურს ჩემი მე კიდე გამიკვირდა რა კარგად ცხოვრობს მეთქი იმიტომ რომ მე რემონტი ვერ დავამთავრე 40 წელია ეგრეა თუ რაღაც ვის რა აქვს მუღამს ვერ დავუჭერ ესე რომ ვთქვა. თუ შენ აკეთებ იმ საქმეს, რომელიც არ გიყვარს, ძალიან ცოდვა. ვერანაირი ფინანსური წარმატება იმას ვერ გადაფარავს. გულში ყოველთვის გექნება ის რომ ის სხვა რამე გინდოდა გეკეთებინა. ამიტომ
კიდევ თუ იპოვეთ თქვენი საქმე და ეხლა ყოველ შემთხვევაში ეხლა მაინც თუ ფიქრობთ რომ თქვენ საქმეს აკეთებთ, რა თქმა უნდა ბედნიერი ხალხი ხართ. აბა ბიჭებო, თქვენ თუ რამე კითხვები გაქვთ, ისმით. თქვენთან ახლა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიხარია რომ უფრო ახლოდან გაგეცანით. ახლა მე მაქვს თქვენთან კითხვა, რა ხდება ამერიკაში? ჯერ ამერიკიდან დავიწყოთ. ერადან დავიწყოთ ამერიკაში აუთ ჩოლები ცხოვრება მინდია მოსალოდნელი ხო? რომელ ქალაქში? მე ცხოვრობ პრაინსბოროში, ნიუ-ჯერსიში. ნიუ-ჯერსი, შტატში. ხო, იმიტომ რომ როცა როგორ იყო, იცით, მეკითხებოდი ბრაზილიაში რა ხდება, მეუბნები ბრაზილია რა ვიცი მე რა ხდება ხა, მე რიო-დე-ჟანეიროში ვარ, იქ კითხე მეთქი, თორე ვითომ ამერიკა, ვითომ საქართველო იყოს, რა ხდება საქართველოში ვერ იტყვი ადამიანი თბილისში ცხოვრობ, ქუთაისში რა ხდება არ იცი და ახლა ნიუ-ჯერსის რატში რაღაცა გასაგებია, მაგრამ საერთოდ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციული თქვენთან ახლა თქვენ შესახებ უფრო მეტია, ხო? როგორ მაყოფილები არიან ამ ტრამპის 100 დღით? იმართებით მე პოლიტიკასთან დიდად ესეთ აი ისეთ კავშირში მაინც არ ვარ. პოლიტიკა ჩვენი სტილი არ არის. მაგრამ რა ვიცი, აი ხო, მაგრამ რაღაც ვატყობ, რომ ბევრ უმეტესობა მოსახლეობას მოწონს. იმიტომ რომ თავის წესები აქვს, მაგრამ ცოტა ცუდი წესები აქვს მაინც. რაღაცები. ხო, იდეალური ვერსად ვერაფერი ვერ იქნება, რაც უნდა ლაპარაკი. მე ხა პოლიტიკაში მაგრამ აი როცა რაღაცას ეხება ან ისტორიის გაკვეთილზე ან რაღაცა აი მაგალითად საბჭოთა კავშირში ეხო თემა მე კი ვიცი რომ სტალინმა შექმნა და საუბარი წამოვიწყეთ რა ისტორიის მასწავლებლთანაც კი რეალურად ისეთი თემა მივარ რა ყველაზე კარგი არის ეგ რომ მორთვე არ იყო სიმორთვე დაგხვობს არა საბჭოთა კავშირზე ცოტა ძნელი იქნებოდა ლაპარაკი რა თქმა უნდა როდესაც ეხლა მე რო უსმენ ხოლმე ასე ვთქვათ იმ მოზარდთაობას რომელსაც არათუ საბჭოთა კავშირის მერე დაიბადნენ დიდი ხნის მერე ხო და სერიოზულად როცა იწყებენ საბჭოთა კავშირზე საუბარს ვეუბნები შვიდობ რა კაი ხა სიყვილია როდესაც ის ადამიანი რომელიც ცხოვრობს მე ვიღაცა რო დამიწყებს ბრაზილიაზე ლაპარაკს ვეუბნები ნამყოფი ხარ არა აბა ეხანო იქ ვიყავი 5 წელი პატარა დრო არ არის ხო აი ეს არ შეიძლება ილაპარაკო იმაც არის მე მაინტერესებს უბრალოდ ხალხის განწყობა ყოველთვის არის ახლა ბრაზილია ყოველთვის იყო ბედნიერი ქვეყანა იმიტომ რომ ქუჩაში რო გამოვიდოდი ყველა გაღიმებული დადიოდა მე იქ მოწყენილი და მოუშვული სახე არ მინახავს ეგ არის ჩემთვის მაჩვენებელი თუ ქუჩაში ადამიანს ბრაზილიაში ისე ყველა ერთობოდა და ხო რა ყველა გიმილი ქუჩაში ადამიანი თუ დადის მოჯღუნული და თუ რაღაც გაღიმებულია და ცოტა მუსიკა ისმის ცოტა ის არის ნაჩი ნორმალურად მისაქმე და თუ ყველა დააზე დადის ასერიოზულად ნაჩი რაღაც ცუდად არის არა უშავს ყველა ერთმანეთს ესალმება რა ვიცი გასუხარია ცხოვრება ეგრეც უნდა იყოს წესი მითომ ყველანაირი დასწორებები არსებობს ახლა ჩემ დროს ძალიან მომენტომებინა თქვენსავით ვერ წავიდოდი რაც არ უნდა გინდა ლტოლვილად გინდა ისე შანსი არ იყო და ეს ის არის პერსპექტივა ადამიანს ახლა მსოფლიო გაეხსნა შეუძლია იქ დავიდეს თუ რამის გაკეთება უნდა უფრო მეტი საშუალებაა ადამიანი რასაც და საერთოდ წუწუნითო აუცილებლად თეორია დაიჯეროს რომ ტყვიდან არ მოსულა ამ ქვეყნად ისიც უნდა ახსოვდეს რომ ბოლოს უნდა ჩაბრო გამოცდები რა გააკეთა ემსახურა აი ეს ამ თავარი კითხვა რომელიც მე საკუთარ თავს როდესაც ჩემს აღარავდებით მე ეხლა თქვენ რო გიყურებთ მე ესე მეუბნებოდნენ და არ მჯეროდა თქვენაც ახლა არ დაიჯერებდა მე თქვენ თვითონ ეწუხებს ეს ჩემი გამომეტყველება და თქვენი გამომეტყველება შორის ჩემი გაგებით გავიდა 2 წუთი 2 დღე
ვერ მიხსენებ კიდეც ეს როდის იყო კაცო. ხანდახან სარკეში თუ არ ჩავიხედო და შეიძლება მომინდეს პატარა ბავშვით ბურთს თამაში. ამიტომ გასწოდეთ ერთი რაღაცა ხა ეს შევადარიგება კი არ გამომივიდეს მაგრამ არა ასე რადგანაც ყველა ჩვენი უფროსის თუ უმცროსის დარიგებს ასე რომ ყოველთვის გახსოვდეთ ერთი რაღაც ადამიანი უფალმა გააჩინა მსახურებისთვის თუ ეს გამოსწას ვაბარო ბოლოს გასაკეთებდი კარგად ჭამდი კარგად სვამდიო კარგად ჭამს და კარგად სვამს ღორიც და გეტყვის მაშინ ეს კარგი ფორმა რატო უნდა იჯდე დაუშვათ იაგუარში ხო ზაპოროჟიესაც კარგად ადიხარო გეტყვიან რა ეს ფორმა რაც მოგცა უფალმა უნდა გამოიყენო ალტრუისტულად რა თქმა უნდა პირველი თავის თავს უნდა მიხედოს ეგ წესია ხა შენ თუ შენ თავს ვერ მიხედო სხვასაც მიხედავ მაგრამ მე უნდა დაფიქრდეს რომ აი რა სარგებლობა მომაქ სამყაროში აბა მე დღეს ესე რომ ფიქრობდე სამყარო ახლა ილია ყველა არ ლაპარაკობდა ამას მე არ მინდოდა გამეორებინა ხა ილიას სიტყვები მაგრამ იმან უკვე ჩამოაყალიბა როგორც რა ვიცი ანდაზასავით არის ხო აი ეგრე იქნება მე გისურვებთ კარგია რომ აფასებთ სხვებს იმიტომ რომ სხვების დაფასებიდან იწყება მე თქვენი დაფასება რაც შეეხება კინოს ქართული კინო უნდა აღორძინდეს იმიტომ რომ ჩვენ ორიგინალური ხედვა გვაქვს ქართველებს ჩვენი კინოები ყოველთვის განსხვავდებოდა ეხლა თქვენ სანამ ჩაერთვებოდით 1 საათი საქმე აღარ მქონდა უბრალოდ დავიღალ რაღაცებს კიდე მე ვფიქრე მოდი რამე კინოს გადმოვწერ მეთქი რა და შევედი იქ რუტრეკერზე არის ხო საუბრობდან იწერ რაღაცა ფილმია წავალ მაინც იმ ფულობ ხოლმე რეიტინგს ну საშინელი რეიტინგები აქვს თემას გიკითხავ მე მგონი საერთოდ აღარ აქვს თემა რაზე გადაიღონ კინო და ქართველები ყოველთვის პოულობდით აი ბატონო ელდარის ფილმი გასწორდა ურემი გაფრინდა გადაირია ევროპაში რო აჩვენეს ესე ვინ არის ეს გიჟე ურემი როგორ გაფრინდა იმათ ეგონათ რომ ურემი ვერ გაფრინდებოდა ამას შოკი და დაიჭერდნენ და რაღაცა და უცებ ამა ნაგლად აფრინდა არც მატორია არაფერი მერე გაფრინდა ეგრეა აი ეს არის ქართული კინოს ორიგინალობა და ეგედა ეს ორიგინალობა უნდა შევინარჩუნოთ ქართული კინო ძალიან ცუდი იქნება თუ ქართული კინო არ არსებობს აი მე ზოგადად მიყვარს მე ვიღაცები ვერ ხვდები არა გისმენთ და დასრულეთ მაგრამ რასაც ამბობთ ეს ქართული კინო უნდა შენარჩუნდეს მეთქი მე არაფერი აი მე ზოგადად არ ვიცი როგორ ჩამთვლით ესე რომ ვთქვათ შეიძლება შემრაცხოთ როგორც ესე ვთქვათ ხშირ შემთხვევაში მოღალატეთ მაგრამ ძველი ფილმები უფრო ვიზიდავს ვიდრე ქართული ვიდრე თანამედროვე იმიტომ რომ ძველ დროში უფრო იგრძნობოდა ის რაღაც ხალის უფრო მეტი იდეა რაღაცა და არა ერთი და იგივე ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ ხო ანუ ყოველთვის განსხვავებულს რატომღაც მგონია რომ აი ძველი ფილმებისავით კიდათ რომ ნაირსახეობა შემოიტანოთ ვიდრე აი სიტყვაზე რაღაცა ტელეკომპანიას ავიღებ მოდი რაღაცას და აი დაძაბულობას რომ ეძებენ რასაც ქვია რა და თქვენ აბსოლუტურად ბოდიშით ამ სიტყვისთვის მაგრამ აი თვითონ და სხვა განზომილებაში ხართ და გინდათ რომ უფრო უკეთესი მომავალი შეექმნათ საქართველოს და ძალიან მიხარია ეს ყოველივე ეგენაცალ მე გეთან ჯერ ერთი მე ყოველთვის ამბობდი მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ იმიტომ რომ მე კინოსტუდიაში გავიზარდე კინოსტუდიაში მიმიყვა მამაჩემმა 6 წლის ასაკში, ну პირველად როცა მივედი. ეს იყო 60 წლის წინ. და იქიდან გამომდინარე ჩემი ასე თქვა ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა იმ კინოს მენტალიტეტით და რა თქმა უნდა მე იმას გავაგრძელებ, რაც საინტერესოა, რაც ქართულია. თორემ მე სულ ეუბნებოდი ჩემ კოლეგებს. როცა იღებდნენ, კარგი ბიჭო მოთხარი, კარგი არავის არ აინტერესებს ეს გაუბედურებული ადამიანის ცქერა. იმიტომ რომ კოტე მარჯანიშვილმა ამ ყველაზე ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა თქვა ხელოვნების დანიშნულება მარტივია მიანიჭოს ადამიანს სიხარული შთაღბეროს მას მხნეობა ანუ კინო და რო გამოდიხარ რაღაცა განწმენდილი უნდა გამოდიოდე ან ატირებული უნდა გამოდიოდე ან გახარებული უნდა გამოდიოდე ან უნდა იცინოდე ან
ხო რაღაცა უნდა მოგწეს, თორე უყურებ ამ ამერიკულ კინოზე შუა ფილმში ფიქრობ, ეხლა რატო უყურებ ამ სისულელეს, აი просто გაინტერესებს იცი დამთავრდება, თორე არაფერი არ რჩება. და ქართული კინოები ძველი ეგრე იყო ქართული კინო, ყოველთვის რაღაც მორალს გიკითხავდა, რაღაცას გასწავლით და რაღაც ახალს გაჩვენებდა. ესეც უნდა შევინარჩუნოთ. აი, ჩემი ფავორიტი. იგია. ჩემი ფავორიტი. მა ტელეფონმა და როგორ? რომელი? ჩემი ფავორიტი ქართული. ჩემ ტელეფონმაც მან არის ფესვები ქართული ფილმი, აი სულ მაინტერესებდა მეთქი როგორია რაღაცა და რო უყური აი მოდი აი პირდაპირ ამეტირასავით, იმიტომ რომ აი რამდენი რაღაც გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი სიტყვაზე, ასევე გუშინ წინ უყური გრძელნაცელ დღეებს, ბევრჯერ მხვდებოდა მომენტები, მაგრამ რო უყურე, ვფიქრობ, რომ ისიც ერთ-ერთი საუკეთესოა, რა თქმა უნდა, თავის ჟანრში და ჩემი ჟანრი ზოგადად ფილმის არის კომედია, სათავგადასავლო და რაღაც ეგეთები. და კომედიაში, რა თქმა უნდა, თქვენი გენიალური ფილმი ლიდერობს. ო, ეხლა ეს ცოტა ძველი იქნება თქვენთვის, მაგრამ დონ ჟუანი ნახე, იმიტომ დონ ჟუანი ასე ვთქვათ,ონდეს ქართული კინოს კლასიკად შერატა, მაგრამ აი მსახიობების ფერვერკი თამაშის იქ მით უმეტეს ეგ ისე საშინე პერიოდშია გადაღებული, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო და ჩვენ კინოს ვაკეთებდით. აი, მე მგონი აღარ დავღალოთ ეხლა უკვე მსმენელიც, თუ თქვენ კითხვები ბევრი აღარა გაქვთ. აი ზოგადად დიდი მადლობა, რომ გრძელდებოდა ხოლმე, მაგრამ თუ სრული გაქვთ დავასრულოთ. ჯერ 46 წუთია, მაგრამ რამოდენიმე კითხვა მე პირადად მაქვს და წეგან გიოც ამბობ და რაღაცას მოგვა. წამით მაშინ იმას დამტეს მოვიტან, თორე დაждდება. კი ბატონო. იცოდე შეიძლება ვერ ჩავერდ. რა არისო, მამა ძალიან ადვილიაო. ადვილია გერე ძლივ ჩავერდ. არა უშოს. ან ჩავერდ. ფერო ვიყო, რაღაც უშნოდ არის, იმიტომ რომ ცოტა აი თუ არ შეიძლება ხელში გეჭიროთ და ისე თორე ანუ კისერს ვიგიხავ. არა. აი ეს. აი ესე დამდენია. აბა გისმენთ ბიჭებო. მე ქართულ მე მქონდა გენი გისმენთ. ესე იგი მე მაქვს ესეთი კითხვა. თქვენ რო ახსენეთ რომ აი ეხა ფილმს ვიღებო. ფერი გაბრიელზე ხო აი რომელიმე აი ძალიან აი ცნობადი სახე აი ერთი ან ორი მაინც რომ დავისახო ვინ იქნება. მე ძალიან მაინტერესებს. ფილმში ცნობად სახეები ვინ არიან? ისეთი რომელსაც იცნობთ? მე ხარ როგორ არის რომ ჯერ ერთი ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ბერი გაბრიელის როლზე ისეთი სახეები უნდა შემერჩია, რომელიც არ იყო ცნობადი. ეს პირველი დავალება იყო ცნობადი რაც გულისხმობ, აი რომ ხა მე ხა ჩემი მეგობარია და ცოტა ვიშაყირებ. აი ზური კოკიფში არ შეიძლება ყოფილიყო რა. მიუხედავად იმისა, რომ ზურა ყიფში და იცით როგორ დონის სახიობია, მაგრამ არ შეიძლება და იმიტომ რომ პირველი საქართველოს ყოველ შემთხვევაში ემოცია მოდის რო უყურება ზურა, გინდა არ გინდა. და ეგეთი სახიობი ვიპოვეთ. გენიალური ბიჭია, კარგი მსახიობია კი არა, ძალიან კარგი მსახიობია და თან კინოში არ არის ათქვეფილი, რასაც ქვია. სამაგიეროდ ეხლა და რაც შეეხება ცნობად სახეების მეტი რა არის, ვისაც დაინახავთ ყველა ცნობადია დაწყებული კი არა, საიდან დავიწყაროს, გიორგი გურგულია გინდა, დათო დვალიშვილი იქნება, გივი სიხარულიძეც არის კინოში და ქურდს თამაშობს. ოპა. ბევრი. ნო, აბა რა გიგონა თქვენ? ყველა იქა დათო დვალი არის, კიდე ცნობილი სახეები და რა ვიცი, ვინ არ არის ცნობილი იქა? ყველა დათო ჩახუნაშვილი. ბიჭებო ერთად ხო გითხრათ ახლა 70 მსახიობი რო ყავს ფილმში. ნუ რა ვიცი ახლა ვინ შეიძლება რომ მაგრამ ეს კარგია რომ ორი მთავარი გმირი ვინც არის კინოში ძალიან ცნობილი მიუხედავად ახლა ვახონ ოზაძე ცნობილია ამ სერიალებით და რაღაცებით, მაგრამ კგბ-შნიკია ისეთი რომ ავოიე ის ზურა აფსაჯანიშვილი ვინც ასახიერებს ბერ გაბრიელს ის გახდება ნომერი პირველი მსახიობი, იმიტომ რომ ძალიან რთული როლი შეასრულა ზურამ.
მე გადაღებებზე არ ვაკებდი, მაგრამ არ მიყვარს ხოლმე გადაღებებზე სახიობის შეკება, მე შეიძლება გაუფუჭდეს თამაში. არა, თავში არ უვარდება, მაგრამ რაღაც ესეთი არის და შვიდდება, გაიგე მსახიობი. ეხლა რაღაც საიდუმლოებს ვამჟღავნებ სარეჟისოროს. სახიობის დამშვიდება არ შეიძლება, სახიობი სულ უნდა იყოს დაძაბული რაშია საქმე, რატო არ მაქებენ ტრალა და ბოლოს შევაკებთ ბატონო ბანკეტზე. პრემიერაზე. და არა, ძალიან ბევრი რო დავიწყო ჩამოტვა, ვიღაცა გამომრჩება და მე ვიტყვი დასახელი მე რატო არ მითხარებ და ყველა იქ არც უცნობი. ბატონო მართალი. ჩვენ დათო დვალიშვილი კი იცით ახლა საყვარელი კაცია. მიმინო. კი ბატონო. ჰაიც. საქმეების პრობლემა არ არის, იმდენი. და კარგი რა არის, იცი რომ არც ერთი მსახიობი არ არის თითქმის ისეთი, რომელიც აი სხვა სახეს იმეორებს, სადღაც ნათამაშები არსად არ არის. ნათამაშების სახე არ არის. ანუ ახალი და ეს მოწონ თვით ახალ სახეს რო ქმნიან რა. გივი დადის იყავი და აი არავამ ნახე ბიჭო, ძელი ბავშვობის ოცნება შემისულა. რა შეგისულე მე ვთქვა, ვა როგორ რამკიანი ქურდი ვარ დო რა სამბოიცა. აი რამკიანი ქურდი არ ყოფილვარო. ერთი კაცი მაინტერესებს თუ იცით, ძიაჩემია ლევან კაციაშვილი. სახიობია ეგეც, ოღონდ მახსენე მამა? ლევან კაციაშვილი. ო, კი როგორ არა? ვინ არის შენი? ძიაჩემი. მიზა? უშენ. და სხვა როგორ გამოგჩა მე მაი ამბავი? აი მაგის ხმას ვაპირებდი და ბიჭებმა გადამთელეთ. და ბატონო ასე რომ და ჩაერთო ფილმის დაწყების წინ ჩაერთო და უნდა გაგვახსენოთ ხოლმე. იცი რა არის რომ მიუხედავად შეიძლება იმდენი კაი მსახიობი ყავს ქართველებს მადლობა ღმერთს. რომ ვიღაცა გამოგჩება აუცილებლად. ანუ ლევან კაციაშვილიც დიდად არ არის ცნობილი რო გითხრათ, მაგრამ ანუ სულ მქონდა სურვილი მეც არის გასაგებია მაგრამ როდესაც თვალი ჩაპაჭუნებითაც ხდება ჩაწყობა ხო იცი? ნაცნობობით ხო? ახლა ჩაწყობა არ და ხო რა არის კინოში არ შეიძლება რაღაცა ხო უნდა კონდეს ადამიანს წმინდა. ეხლა დედაჩემი იყო ფილმი, მაგრამ პირველი ფილმი რო გადავიღე დედაჩემი არ გადავიღე. და დედა სულ საყვედურობდა რა არის კინოს მოვესწარი რომ კინოს იღებოდა ჩემი როლი არ გამოჩნდა. დედა მე ვთქვა არა მაგრამ სცენარი შენი არ არის რომ არ შეიძლება. კაცის ხარ რაღაცა შეიძლება იქეთ რაღაცა იმამაძაღლო აქეთ იმამაძაღლო მაგრამ რაღაცა როცა ემსახურები იქ სერიოზულად გმართებს. ხათრი ცოტა იმიტომ რომ ბავშვების კასტინგი რო ჩავატარეთ მე ის იმ ქალმა ვისი შვილის ავიყვანეთ როლზე. თქვა რომ აი ეხლა ნამდვილად ჯერა რომ თქვენთან ჩაწყობის გარეშე ხდებაო, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა რომ ბერი გაბრიელის ბავშვობის ერთ-ერთ როლზე ავიყვანდით მის შვილს. და აბა ხარ სხვანაირად მეთქვა როგორ ქალბატონო ხარ ვიღაცა მომიყვანოს და არა რაღაცას როცა ემსახურები, აი იქ უნდა იყო სამართლიანი. აუცილებლად რა თქმა უნდა. აი მე სხვაგანი მამაძაღლე თუ ესე მამაძაღლობაგაც. მეც ახლა აკადემიაში ვარ, ესე რომ ვთქვა, რაზმის ლიდერი, ჯგუფი მყავს ჩემი საკუთარი ინდივიდუალური ბავშვები და ესე რომ ვთქვა, ერთხელ შევიყვანე ჩემი ნათლიშვილი რა, ლევან მეტრეველი, ერთი ბიჭია და უთხარი რომ ლევან, აი შენ რატომ შემოგიყვანე, მინდა რომ შენი თავის მაქსიმუმი დადო. მე არ შეგაქება, რომ აი რა მაგარი ხარ თუ არ დაიმსახურე. იბრძოლე, იშრომე და შემდეგ დამსახურებულად მიიღე ის რაღაცა. და სამწუხაროდ იმედები გამიცრუა, რაოდენ ცუდადაც არ უნდა შეერთდეს. უკეთეს მოლოდინში ვიყავი, მაგრამ უარესი შედეგი მიიღე და მეთქი ლევან, მე დღეიდან შენზე ხელს ავიღებ, მეთქი ესე გამოვცხადე მამამისას, დედამისას, ყველას აბსოლუტურად მაგ მხრივ, რომ ან თან ესე რომ ვთქვათ, რადგან არ აკეთებ მეთქი, მატყუებ და რომ ვაკეთებ და ბოლოს ერთხელ რო ჩავჯექით ესე რომ ვთქვათ, რომ აი მოდი შევამოწმოთ მეთქი, მაგ მომენტში ესე რომ ვთქვათ, არაფერი არ აქონდა გაკეთებული და მეთქი ლევან ეგრე ვერ გავსწორდებით მეთქი და ესე დავემშვიდობეთ დინჯად. მოტყუება უკვე ბოდიში, მოტყუება.
ეს უპატიებელი რამეა. მოთხოვება ხო წინასწარ განზრახვა. კი ბატონო. ჩვენ სამივე ეხლა მე ლუკამ და გიორგიმ ყავდა ერთი საერთოდ ძმაკაცი ესე რომ ვთქვათ, რომელსაც მართლა ვენდობოდით და სამივეს განცდილი გვაქვს ძმაკაცის ღალატი სიტყვაზე. ისეთი ადამიანია, რომ ანუ თავიდან რეალურად თავს ისე ასახებდა, რომ აი ჯიგარია, რაღაცა მეგობრულია, მაგრამ კულისებში რო გავიცანით ესე რომ ვთქვათ, ჩავიხედეთ მეში, ესე რომ ვთქვათ, ან რეალში რო გავიცანით ადამიანი ვიპოვეთ და მეთქი ეგეთი ადამიანი მტერმა გვაშოროს. და სულ რომ მაგას თავი დავანებოთ თავიდან რა, სანამ რეალში გავიცნობდით, მაგამდე ონლაინში რო ლაპარაკობთ და რაღაცა, თამაშებიდან თემას რო გადავუხვიეთ, მე რა უკვე ვაფშე სხვანაირი იყო. ხო, ანუ თამაშებზე კაი თქვი რუკა, კი არა ონლაინზე, რომ ანუ ჩვენ სამივე გავიცანით ონლაინიდან ერთმანეთი, ანუ YouTube Excel-დან და ანუ დღემდე ისე მოვდივართ, რომ სამივე ვართ ერთმანეთს შეხვედრილები. ნუ ლუკა სამომავლო დაპირებს რომ გიორგის შეხვდეს, მაგრამ მე ორივე ვარ შეხვედრილი და იმ მესამესაც მით უმეტეს. ახალჩევას ვერ მოგცემდა, მეგობრობა ისეთ რამეა. იქ ძალიან დიდხანს შეიძლება მოხდეს განხიბლვა. როგორია რომ მეგობარის კიდე მე მიხვდებით რომ ძალიან მეგობრობა მე მგონი მაგ ადამიანთან და ეგრევე შევწყვეტეთ რასაც ქვია, იმიტომ რომ ეგეც აქციელს არავინ არ აპატიებს ერთმანეთს. ანუ კაცო ახლა მათყუარობას ვერავის ვერ აპატიებ. შეიძლება ხა რაღაცა შეცდომა მოუვიდეს, რაღაცა შეეშალოს ადამიანს, ყველა ადამიანები ვართ, რაღაცები ყველას გვეშლება, მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის. ტყვილი ისეთი რამ რაში ჭირდება ტყვილი, როცა შეგიძლია პირდაპირ მითხრა, რა ეს ვერ გავაკეთე რა. ან არ მომწონს, ან რა ვიცი. ტყვილი სხვათაშორის ერთი ძალიან როდესაც ურთიერთობას ვიწყებ ადამიანებთან, ახლა ჩემი გამოცდილებიდან ერთი ცუდი განცხადებას ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის. ახალი როცა შემოდის ვიღაცა საქმეში. ვეუბნები ერთი პირობით რა, პირველი არ გატყუებ. მაგრამ თუ მომატყუე, მე არ დაიწყო რომ აუ რა იყო ასეთი რა დავაშავე და რაღაცა. აი იქ უკვე. და განდობ ყველაფერს, რა ვიცი, ყველაფერს შენ როგორ უნდა იკადრო ეგეთ რაღაცა. გადავუხვიეთ ახლა ჩვენ თემას. სხვაგან წავედით, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ცხოვრებას ეხება და კინო ცხოვრება. აი მოკლედ იყო. ჩვენ გისმენთ თორე შემოგვაღამდა. თქვენთან რა გენაღლობა ჯერ კიდე დღეა, ხო? გიოსთან აი ჩვენთან ერთად ჩავიდა მზა. ჩემთან არა. ჩემთან არის პირველი 9 წუთი. აი თქვენ ამბობდით აი ამერიკით დავიწყოთო და რაღაცა ბატონო გია და რა ვიცი, კიდევ მოგახსენებთ ირლანდიის პროგნოზს. 3 საათი თუ არ უკან კასტროლარში ცხოვრობ, პატარა ესე ვთქვათ რაიონისავით არის და როგორ ვთქვათ გარშემო ტყე არის და ბუნებას რადგან მიყვარს, ყოველ საღამოს ესე ვთქვათ თავისუფალ დროს დავსეირნობ ხოლმე. იმიტომ რომ ჩემი აზრით ბუნება არის ისეთი რაღაც, რასაც შეიძლება ელაპარაკო კიდევაც. შენ კაცონდაც ძალიან უნდა უყვარდეს წესით. კი ბატონო. მეტომეტეს თუ სამეცნიერო. კი ბატონო. თან ანუ ეხლა მაგ უფრო მაიტანასოსზე და ფილმი კაციდან კითხვები თუ შეიძლება. კი ბატონო. აი საიდან წამოვიდა სახელი რომ აი მაინც მაიტანასოსი უნდა დარქმეოდა ფილმს, აი ხო შეიძლება სიტყვაზე აი როგორ ვთქვა, ანეკდოტები ან რამე. ეგ პრობლემა იყო სხვათა შორის თავიდან სათაური არ ქონდა და რა ვიცი ხა ყველა რაღაც თავისებურ სახელს არქმევდა პროდიუსერიც, სოულს ისე და ასე და მე არ ვიცი რაღაც ანეკდოტებს რო გადავავლე თვალი ხა მაშინ პოპულარული ანეკდოტები რაც იყო რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანეკდოტი იყო ეს მაიტანასოსიო და უცებ დავაკვირდი რომ თვითონ უკვე მომგებიანი რა, აი აბსურდული სახელი მაიტანასოზე, არასდროს არაფერი მსგავსი არსად არ ქმევია, ხო არაფერს. სოფლიო კინემატოგრაფი მაიტა დანგრატი ან რაღაც ეგეთ რამე გაიგიათ არა, ხო და სხვადასხვა როგორც კი დავაწერე სცენარს
მე სახელი დავარქვი ბაიტანასო და რომ მივიტანე მე განხილვაზე. არავის არ პირიქით ყველა ვა რა კაი სათაურია და ესე დარჩა. და მე უკვე წავიდა დაბოლილი ნასოსი და ასე შემდეგ, ხო? დაბოლილი ნასოსი და მაგრამ რა არის ციხე, გინდა დაბოლი დაარქვი, გინდა ეს დაარქვი, მაინც ისეთია, მაიტანასოსი 2-ია, მაიტანასოსი 3-ია. მეოთხეზე ჩაფიქრებული გვაქვს და არ ვიცი ნახოთ ეს. ცოტა უნდა გავიდეს დრო. მეოთხე სერია რიო დე ჟანეიროში გადავიღოთ მეთქი მეოთხე. აუ. ხო, ბილეთებით უკვე ეს თემა დაჟე ორ არიცი რომ ამათ უნდა ჟორჟი ხო წავა ბოლო და ამათ უნდა მოიწყინონ და წამო ჟორჟი ვინახულოთო. განაფიქრი კარგია. მაიტანასოს 4-1 ძალიან დიდი პიროვნება დააკლევა ბატონისოს ჯერტლიანი რა. კი ბატონო ცხონე. რა თქმა უნდა სოსოც და იქ ბევრი იყო ესე გურამფიცხალავა პირველი სერიის მე აღარ უყავს. აი დამავიწყდა ეხლა უცებ სახელი მაიტანასოს პირველში არის დეზდემონას როურე და კვირლი რო აქ დაკავებული დამავიწყდა სახელი. იაგო. დათო? არა, იაგო. კი, გაფარი. კი ბატონო. ის არა გასიკა? კი ბატონო, ეგეც ჩემი დათო ჩემია, თუ სწორად მახსოვს, დედა ჩემი მიყვებოდა, რომ ჩვენი ახლობელია და. ესე რომ თქვა, ჩვენც ეგრე ვართ რა. კიდე როგორ? მესამეზე ამერიკიდან დამირეკა. ოპა. რო ვიწყებდი მესამეზე დამირეკა და მესამე სერიას აკეთებო, ხო მეთქი მეოთხე და მეოთხე შენ ამერიკაში რას ამბობ მოვდივარ. ჩამოვიდა. ეგ არის ერთგულობა, აი გიო შეგიძლია მოყვე, აი ჩემს გამოვიდა გააკეთე. ოქროკარტი. იგარია და რო გიდგენია შენ ხა. თან მე გული მწყდებოდა ხა ამერიკაშია მევიფიქრე ხა რანაირად და როსტიკას გარეშე მაგ ბევრი რამე დააკლდებოდა. აი გიო მოგიყვებათ ეხლა ჩვენ პატარა ამბობს ესე რომ ვთქვათ. ხო მე ნუ ზოგადად ოჯახი მან მყავს. ოჯახი რა, ანუ ბებია, პაპა და ნაცავ ყველა მატყავს შესაბამისად მომენატრა ხალხი და რაღაც ჩამოვიდა. თან აიკაგრა სანამ წამოვიდოდი. ცოტა ხნით ვიყავ 1-2 და აი გიოს ვეთქვი რა. ანუ აი ჩვენი ურთიერთობა აი საიდან დაიწყო და ბოლოს აი კახეთში შევხვდი და აი აი სარა აი და გვინდოდა ძალიან და გავაკეთეთ გულის აი ერთმანეთთან შეხვედრა. და დიდი სიამოვნებით კიდე შევხვდებოდი ამ წელსაც. გიო, ეს მოუყე უეცრად რო შექმნი, რო არ ელოდი რა, რო დაგადექი და რო შეგაშინე. ანუ იცის რა, გიო მას რო თელავში უნდა წამოვიდე და რაღაცა და ამოვედით რა და რო დავინახე მე ყურადღება არ მომაქცია რა და ისე გამოვიდა რომ ანუ შევაშინე რა უეცრად ხელი დავადე და შეეშინდა რა და აი თან ძალიანაც კი გავუხარდა და აი ძალიან კარგად გავერთეთ მაგ დროს როცა შევხვდით და ხანიკ წავედით ხანიკ და გავერთეთ რა. ხო ანუ მე ყოველთვის ამაკ ხოლმე. ანტელავში. როგორ? ანტელავში, გადასარო ქალაქში. კი ბატონო. კახეთის ცენტრი. კახეთია კაცო, ხონდა ქალაქია კახეთი. მაგრები არა. სუ მომაკ ხოლმე მაგალითად რომ აი სიტყვაზე ვიღაცას როეულები რომ აი ჩემთან მოდი რაღაცა აი მეზარება რა გეზარება ვიღაცა ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ამერიკიდან ჩემთან მეთქი სუ მაგალითი ეგ მაგალითი და ნუ ის ეს გამახსენეთ ხო აბა პირველად რომ ნახე ბრაზილიაში ქართველები პირველად ეგ როგორ ხა ბრაზილიაში ქართველი რა ვიცი ხა არ მინახავს ერთხელ ნახე კორკოვადოსთან სადაც კანდაკება დგას ქრისტეს კანდაკება იმ ასული ვარ და გავარ და უცებ ქართული საუბარი მესმის წავყევი ხმას და ორი ბიჭი დგას პალმის ხის ჭდილში მზეზე დამწვარან და ვერ გამოდიან მზეზე ვახ ჩემი იძახიან და რომ მივედი ახლა და რო ვთქვა რა იყო დაიწვით ბიჭებობები ხარში ჩაკტანი
აი მაგრე ვიყავი. ითიქეს გავაკეთე. შემთხვევით დედაქალაქში ვიყავით გასულები მე და დედაჩემი და შემთხვევით ანუ მე მგონი უკან წავიწიე რაღაცნაირად და ანუ sorry მეთქი რა ინგლისურად უპასუხე რა და არა უშავსო ქალმა მითხრა აი ალბათ ბებო ჩემის ხელა იქნება და ანუ უფრო-უფროსი რა და აი ვაიმე მეთქი რომ დავაჭიდე თვალები მეთქი ქართველი ანუ ეგეთი მომენტები ძალიან ხშირია ხოლმე ახაც მაგრამ ესე რომ თქვა ანუ მაინც ქართული ხმარო გესმის დამეთაყვებით მაგაზე ბედნიერება არაფერი არ არის რა თქმა უნდა ეგეც უნდა იყოს ჩემო გაგო ეგეც უნდა იყოს ეხლა მე მაგალითად ჩემ კოლეჯში რო ვარ მარტო მე ვარ ქართველი და ესე რომ თქვა ანუ ყველა დამტრიალებს აი ჯორჯია და აი ჟორჟს მეძახია სხვათა შორის პარე მაგასაც ვიტყვი ენა ჯორჯი ყოფილ მე და რამდენი ჯორჯი ვარ ღმერთმა გვამრავლოს გაიხარეთ ასევე კარგი რამდენი ვეყოფა უკვე გადავაჭარბეთ საათ ნახევარია ვაკებთ თქვენ დაუმარსაჯობია მიხედავთ პასპორტი გამიზადეთ და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ დიდი მადლობა გიხდით და მშვიდობიანი ღამე